Დიდთოვლობა ნინო წმინდაშიც, სადაც გაწმენდით სამუშაო ძლიერი ქარი აფერხებს, კრიტიკულ ზონაში ჩარჩენილია რამდენიმე ავტომანქანა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით რეგიონში დამატებითი ტექნიკა ჩავიდა. თოვთან ერთად არის ქარბუქებია, რაც გაწოლზეა ხილვადობას და გადაადგილებას სხუდავს ტრანსპორტისტს. რამდენიმე ათეული მანქანა მოყოლილი არის, ესე რომ ვთქვათ. ისინი ცოტა სიმართლე დაუდევრად გაფრთხილების მიუხედავად როგორც ჩანს მაინც აღმოჩნდნენ ამ ზონაში და ტექნიკა რომელიც შესული იყო გასაწმენდად, ის გასაწმენდად უკან გაფრნენ და უბრალოდ ტექნიკასაც შეუშალეს ხელი გაწმენდაში და თვითონაც უკან დახევის შესაძლებლობა აღარ მიეცათ, ვინაიდან ნამქერმა ქარბუქმა შეუშალა ხელი და დაგება. ეხლა დამატებით მოხდა უკვე ტექნიკის მობილიზება, უკვე შესული არის ამ 4 კილომეტრიანი ზონა, საკმაოდ ისეთი კრიტიკული ზონა, ასე რომ ვთქვათ, უკვე დამატებითაა შესული. ძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენთ კიდევაც აი ამ უკან გამოსასვლელ გზას და თუ საჭირო იქნება მოვახდენთ ევაკუაციასაც, როგორც ადამიანების, ასევე ტექნიკისაც და გამოვიყვანთ უკან.